გვინდა გაგაცნოთ რამდენიმე არტეფაქტი სამცხე-ჯავახეთის შესახებ. ეს ის არტეფაქტებია, რომელთაც ვამაყობთ და გვინდა ჩვენი განწყობა თქვენს გაგიზიაროთ. სამცხე-ჯავახეთი უძველესი მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის მქონე რეგიონია საქართველოში. სწორედ ამაზე მიანიშნებს ჯერ კიდევ ძველ წელთაღრიცხვის პერიოდში შექმნილი კულტურის ძეგლები და ხელოვნების ნიმუშები, 400 წლოვანი ისტორია და იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული უამრავი ძეგლი. ამ კუთხეს უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკურ, ასევე კულტურულ ცხოვრებაში. მას იგივე როლი აკისრია საქართველოს განვითარების საქმეში, რაც საბერძნეთ კაცობრიობის ისტორიაში. სამცხე-ჯავახეთი ამოუწურავი თემაა. ესაა მისტიკა და იდუმალება, ისტორია და კულტურა, მრავალფეროვნება და მრავალეროვნება, ტრადიციები და ადათ-წესები, განსხვავებულობა და განუმეორებლობა. არა კუთხე, რომელსაც მძიმე და დიდებული წარსულის კვალი ისე აჩნდეს, როგორც სამცხე-ჯავახეთს. აქ არსებული ეკლესიები, ციხეები, ქვაბულები, ნასახლარები და ნასოფლარები, მათი სანახაობრიობა და რაოდენობა ყველაფერზე ერთად მეტყელებს. სამცხე-ჯავახეთს უძველესი და უმდიდრესი ისტორია აქვს, რამაც ათასწლეულების განმავლობაში ჩამოაყალიბა განსხვავებული კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო, დიალექტი და ხასიათი. სამცხე-ჯავახეთი საქართველოს დაუვიწყარი მოგონებების რეგიონია, დაჯილდოვებული მომხიბვლელი ველური ბუნებით, ალპური მდელოებით, თეთრი წეროებით, ბუნებრივი ტბებით, გამოქვაბულებით, კანიონებით და კულტურით. ის აკმაყოფილებს ყველას ინტერესს, გემოვნებას და ასაკს. ყველაფრის მნახველ მოგზაურსაც კი გაუჭირდება ამ კუთხის სილამაზის უარყოფა. და აი პირველი არტეფაქტი, მისტიკა თუ ისტორია. არ შეიძლება ვისაუბროთ სამცხე-ჯავახეთზე და არ გავიხსენოთ ის მისტიური ციკლოპური ნაქალაქარები, მეგალითები, რომელიც გვხვდება ფარაბნის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე, კერძოდ აბულისა და შაორის მთებზე. მეგალითი უცხოური ტერმინია და ორი სიტყვისაგან შედგება. მეგა ნიშნავს დიდს, უზარმაზარს, ხოლო ლითი ნიშნავს ქვას. ძველ წელთაღრიცხვამდე მესამე-მეორე ათასწლეულით დათარიღებული ეს ნაგებობები გამორჩეულია საქართველოს მეგალითურ ნაგებობებს შორის. გაოცებას იწვევს მათი მდებარეობა და იმ ქვების ზომები, რითაც ეს ნაგებობებია აშენებული. ზოგიერთი ქვის წონა დაახლოებით 2-3 ტონას აღწევს. კედლების სიმაღლე ზოგან 5 მეტრამდეა, სიგანე კი 3 მეტრია. მისტიურია იმიტომ, რომ ეს არის უდუღაბო, მშრალი წყობით, ანუ ლოდზე, ლოდის დადებით ნაშენი. დიახ, არავინ იცის თუ ვინ იყო ან რა ცივილიზაცია, კულტურა ჰქონდა იმ ხალხს, ვინც ასეთ საოცრებებს აგებდა. დანამდვილებით არავინ იცის თუ როგორ შენდებოდა მეგალითები, ვის და როგორ აღქონდა მთებზე მრავალტონიანი ქვები, მეცნიერებისთვის დღემდე სადავო არის, თვის გამოიყენებოდა, რა დანიშნულება, რა ფუნქცია ჰქონდა ასეთი ტიპის ციკლოპურ ნაგებობებს. სავარაუდოდ მეგალითები უძველესი ხალხისთვის ისეთივე წმინდა ადგილები იყო, როგორიც დღეს ეკლესიებია. მას შეიძლება თავდაცვითი დანიშნულებაც ჰქონოდა. არის მესამე ვარაუდიც, ხალხი, რომელიც ასეთ მეგალითებს აშენებდა, არაა გამორიცხული, რომ ამ ნაგებობებიდან ვარსკვლავებზე დაკვირვებებს ახდენდა. ის ხომ 2700 მეტრ სიმაღლეზე და ცასთან ახლოს მდებარეობს. მისტიურია იმიტომ, რომ ამ უდუღაბოდ ნაშენმა ციხესიმაგრემ გაუძლო ათასწლეულებს, ისტორიის ქარტეხილებსა და ბუნებრივ კატასტროფებს. ის ისევ ამაყად დგას სტუმრების მომგოდინად. არის მოსაზრება, რომ აბულისა და შაორის ციკლოპური ციხე-ქალაქები საქართველოში მეგალითურ ნაგებობებს შორის უძველესი უნდა იყოს. ნაგებობა გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა. თვალში საცემია მისი სიდიდე, სიძლიერე, მიუვალობა და სტრატეგიული მდებარეობა. ეცვიეთ შაორისა და აბულის ციხეებს, გაეცანით ათასწლეულების ასაკის იდუმალ მეგალითურ ნაგებობებს და თქვენს ჩვენსავით ამაყად იტყვით. უძველესი ცივილიზაციის და კულტურის ნაწილნი ვართო.